სახელითა მამისაით და ძისაითა და წმინდისა სულისაით. დღევანდელ დღეს არის ხსენება ადამიანის განდევნისა 60-დან. პავლე მოციქული ამბობს, რომ ერთი ადამიანის მიერ ამ სოფლად შემოვიდა სიკვდილი და ერთი ადამიანის მიერ ჩვენ უნდა ვცხონდეთ, ანუ იესო ქრისტეს მიერ. ერთი ადამიანის მიერ სიკვდილი შემოვიდა და ვისჯებით, ერთი ადამიანის მიერ ჩვენ შეიძლება გადავრჩეთ. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ სწავლებაზე, ქრისტიანულ სწავლებაზე, რომ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ არსობრივად. უბრალოდ ჩვენ ეს არ ვიცით. უფალი თავის ლოცვაში მამის წინაშე ამბობს, რომ ჩვენთვის ევედრება ზეციურ მამას, რომ იყვნენ ისინი ერთ, ვითარცა ჩვენ ვართ ერთნი. ჩვენი ერთობა ჩვენი ბუნების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ არსნით ერთნი ვართ და ჰიპოსტასურად პიროვნულად სხვადასხვა და მრავალი და ამითაც ჩვენ ვგავართ ღმერთს, რომელიც ერთია არსით და პიროვნულად ჰიპოსტასურად სამი. ამიტომაც არის ადამიანი ღმრთის ხატი. ეს ერთობის შესახებ სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტიანობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამიტომ არის, აქედან არის გამოწვეული, რომ ერთი შეცდა ცდუნდა და დააშავა და ამიტომ ვართ ყველანი ასე ამგვარად დაცემულნი. მაგრამ სამაგიეროდ ერთმა იცხოვრა, ისე როგორც უნდა ადამიანმა იცხოვროს და იმ ერთის წყალობით, ახალი ადამიანის წყალობით, ანუ იესო ქრისტეს წყალობით, ყველას გვაქვს შესაძლებლობა ვცხონდეთ. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ის პირველი ადამი, რომელმაც დაკარგა ღმერთი, რატო დაკარგა? რა მდგომარეობაში აღმოჩნდა? ანუ რა მდგომარეობაში ვიმყოფებით ჩვენ? როგორ შეიძლება მოგვერიოს ჩვენ ბოროტი? ის როგორც მას მოერია. ევას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ევასგან მერე ადამიანს. როგორ იბრძვის ეშმაკი, რა მეთოდებით ჩვენს წინააღმდეგ? ჩვენ ეს ყველაფერი უკვე ვიცით. და სხვათა შორის ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაში ჩვენ აღმოვჩნდით, მას შემდეგ, რაც ადამიანთან ერთად აღმოვჩნდით ღმერთის გარეშე. ეს მდგომარეობა, ამ მდგომარეობის შესახებ ეკლესია ყოველთვის ასწავლის, ყოველთვის გვასწავლით. და წინა პერიოდი, მარხვის წინა კვირეები, დაწყებული ზაქედან დაწყებული დღევანდელ დღემდე. სწორედ ამის შესახებ არის სწავლება, თუ რა მდგომარეობაში ვიმყოფებით ჩვენ. რომ ჩვენ ვართ რა ადამიანები, ჩვენი ცხოვრების საზრისი, ჩვენი ბედნიერება, ჩვენი სიხარული არ უნდა იყოს დამოკიდებული რაიმე გარეგანზე. მით უმეტეს თუ ეს გარეგანი ჩვენს ხორციელ სიამოვნებას მოაწვევს ჩვენზე. მაგალითად ზაქეს. ანუ ამ ქვეყნიური პატივი, ამ ქვეყნიური დიდება, თანამდებობა, ფული არაფერს ნიშნავს. ზაქემ ეს ყველაფერი უარყო, თავი დაიმდაბლა და ამით ღირსი გახდა, რომ უფალი მასთან მივიდა. ფარისეველი, რომელსაც მართლაც ყველაფერი აქვს, ის რაც საზოგადოებაში უნდა ჰქონდეს ადამიანს. ჩვენ როგორ ვზდით ჩვენ შვილებს, როგორები გვინდა იყვნენ ისინი. აი როგორიც ფარისეველია, საზოგადოებაში ყველაფრით შემკული, ყველაფრით დაფასებული, პატივსაცემი, ღირსეული, ზნეობრივი. თუ მორწმუნე ხარ შენ, ასევე გინდა შვილი მორწმუნე იყოს. ტიპიური ფარისეველი, ეს არის ფარისეული. ჩვენ ვიცით როგორი არის უძღები შვილის იგავში უფროსი შვილი. ყველაფერს ხუთიანზე აკეთებს. ყველაფერს.
შეუძლებელია რომ ადამიანს ესეთი შვილი არ უნდოდეს. კმაყოფილია ყველა ასეთი ადამიანი. მაგრამ ნახეთ სინამდვილეში როგორია. მას სინამდვილეში მამა კი არ უნდა. მას სინამდვილეში მამის ქონება უნდა. როგორც უმცროს შვილს. ოღონ ის იმდენად არის საკუთარი ზნეობით მოხიბლული უმცროსი შვილისაგან განსხვავებით, რომ იმ ზნეობასაც ვერ ელევა. ანუ ისიც უნდა, რაც უმცროს შვილს უნდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი უნდა რომ კარგი კაცის სახელი ქონდეს, ფარისეველი ტიპიური. და გახსოვთ რას ეუნება მას მამა, ანუ რას გვეუნება ჩვენ ღმერთი, ჩემი ყველაფერი არის შენი. აი და ჩვენ ამაზე ვთქვით და საღვთელმთავრო ლოცვაში, როცა უფალისეციური მამის წინაშე ლოცულობს, ამას ამბობს, ჩემი ყოველი შენია და ჩემი ყოველი შენია. აი ეს დამოკიდებულება ღმერთთან, რომ ღმერთი ყველაფერს მაძლევს და თავად მე ვხვდები ღმერთი თუ ვცხონდი და აი ამის სურვილი, ამის წყურვილი, ნეტარიყვენ მშიერნი და მწყურვალნი სიმართლისათვის, რომ მე მთლიანად ღმერთი მინდოდეს და სხვა არაფერი. ეს არის აბსოლუტური უანგარობა ღმერთისადმი დამოკიდებულებაში. შენ და მხოლოდ შენ და სხვა არაფერი. მით უმეტეს ჩვენთვის ქრისტიანებისათვის ეს ძალიან შედარებით ხელმოსაკიდად ახსაქმელია. იგი ადამიანად მოვიდა და ჩვენ ვამბობთ ცხოვრების საზრისი იესო ქრისტე. მხოლოდ იესო ქრისტე. ყველაფერი იესო ქრისტე. არაფერი მის გარეშე. ყველაფერი მასთან ერთად. მასთან ერთად ჭამა, მასთან ერთად სმა, მასთან ერთად დაძინება, მასთან ერთად სუნთქვა, მასთან ერთად დაბადება, მასთან ერთად გარდაცვალება. ყველაფერს ასაც იქნოდეთ მის სადიდებლად იქნოდეთ პავლე მოციქული გვასწავლის. ჩვენ კი აღარა ვართ ცოცხალი, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩვენში. ეს არის ის რაც უნდა გქონდეს და რაც დავკარგეთ. ადამმა დაკარგა ამის შესაძლებლობა. ადამიანს ჰქონდა ამის შესაძლებლობა. ადამიანმა ესე დაიწყო, რა თქმა უნდა. მაგრამ მან ეს დაკარგა. მაგრამ დაკარგა არა სამუდამოდ, უფალმა იგი აღმოიყვანა. ერთი ადამიანი ცდება და შემდეგ ერთი კაცი. თან ღმერთი, მაგრამ კაცი და თავის მოღვაწეობას იგი როგორც ადამიანი აღასრულებს, იგი თავის თავს ხო არ ეხმარება როგორც ღმერთი და ერთით ცხონება. ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ წეღანავს თქვი, ჩვენ თუ ერთნი ვართ, თუ ადამიანის მდგომარეობა, ქცევა და მდგომარეობა ყველაზე აისახა. თუ კაცი იესოს მდგომარეობა და ქცევა ყველაზე აისახა. აი შენი და ჩემი მდგომარეობა თუ აისახება დანარჩენებს. ქრისტიანული სწავლებით დიახაც აისახება. აისახება. ამიტომ აი წმინდა სერაფიმი ამბობს, ხო? შენ ცხონდი და შენს გარშემო ათასები ცხონდებიან. მაგრამ შენ თუ ცოდავ, ხშირად დაგვისვავს კითხვა, რა უნდოდა იოანე ნათლისმცემელს იროდისგან? გამოასწორებდა მას თუ რა? რატო ამხილა? იოანე ნათლისმცემელი რა თქმა უნდა მასზე ზრუნავდა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ იროდის შემდეგ მას პატივისცემით ექცევა და უყვარს კიდევაც. როგორც შეუხა იროდის რანერი სიყვარული შეუულია, ხო წარმოგიდგენიათ, მაგრამ მე როგორც შეული ეგრე უყვარს, იმიტომ რომ ეს სიყვარული რა შევლინდება, იცით იროდის სიყვარული იოანესაგან. მას უსმენს და მისი მოკლა არ უნდა. აი ამაში ვლინდება, ეგეც საქმეა. მაგრამ იროდი თავის საქციელით არა როგორც მაგალითის მიმცემი მხოლოდ და ჩანდა, იმიტომ რომ ძალიან ზემოთ იყო. არამედ როგორც ერთი, ამ შემთხვევაში ორი, იმიტომ რომ და ამ შემთხვევაში სამი შვილი წავდა იმ იროდიადას. მასზე ვისაუბროთ. ერთი ადამიანის ბუნების განმყნელი. რყნის ცოტათი მაინც, თუნდაც ზღვაში წვეთი. მაგრამ ზღვა კოვზი დაილიაო. რყნის იმ საზოგადოებას, რყნის ადამიანთა საზოგადოებას ზოგადად. ერთის დაზიანება ყველაზე გადადის და ერთის მადლი ყველაზე გადადის. რა თქმა უნდა, ჩვენ არა ვართ ადამი, რომ ყველა ჩვენში იყოს და არც ქრისტე ვართ, რომ ადამიანთან ერთად ღმერთიც ვიყოთ. ამიტომ ჩვენი შესაძლებლობები მცირეა. მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ მცირეა,
ჩვენ ეს ძალა მაინც გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ერთნი ვართ. მე თუ ვზიანდები, იცოდე შენ ზიანდები. ხოლო მე თუ ღვთისაკენ მივდივარ, ისე რომ შენ არაფერი არ გითხრა, შენს გეხმარები რომ ღმერთი დაინახო. იონა ოქროპირი ამბობს, ერთ მართალ ადამიანს მთელი ქალაქის გადარჩენა შეუძლია. ამიტომ არის უდიდესი მოწამეთა ღვაწლი, ამიტომ არის უდიდესი ღირს მამათა და განდეგილ მამათა ღვაწლი. იონა ზედაზნელი და მისი მოწაფენი, შიომღვიმელი 14 წელი მღვიმეში იჯდა. წარმოგიდგენიათ? აი, თავისთვის იყვნენ და თავისთვის. არაფერს არ წერდნენ, იგივე სერაფიმ მესალობელი გამოხსნა, არაფერს არ წერდა. თავისთვის. წმინდა ნიკოლოზის არც ერთი ნაწერი არ აქვს. ნუ წმინდა ნიკოლოზი კიდე ეპისკოპოსი იყო თქვა. ესენი მღვდლები იყვნენ უბრალოდ. და როგორი მიზიდულობა აქვს ამ ადამიანებს. დღესაც კაი, დღეს სამონასტრო ცხოვრება მეტნაკლებად აღორძინა გარეგნულად მაინც, მაგრამ კომუნისტების პერიოდში ხო გვახსოვს, როგორ იზიდავდა და მარტო კომუნისტების პერიოდში საუკუნეები იზიდავდა და იზიდავდა ხალხს. შიომღვიმელი 14 წელი მიწაში იჯდა და რა მადლი დატოვა, რომ მის სახელთან დაკავშირებულმა მონასტერმა რა დიდი როლი შეასრულა საქართველოს აღმშენებლობაში, დავით აღმაშენებლის შესახებ ისტორია იცი. თუ რა დიდი როლი ქონა ამ მონასტერს და როგორი მადლიერი იყო დავითის შემდგომ. ერთი ადამიანის მიწაში ჩაასული ადამიანის ღვაწლი. მამა გაბრიელი. ესე იგი თანამედროვე ლიბერალი თავისთავად ძალიან კარგი სიტყვაა, თავისუფლებას ნიშნავს, მაგრამ აღარ იციან რა მოუხერხონ ამ ფენომენს. უკვე ისიც კი უხერხულია, რომ უბრალოდ ლანძღო ეს მოვლენა და ცინიზმით შეხედო, იმიტომ რომ მაშინ მთელ საქართველოს ცინიზმით უნდა შეხედო და ახლა ეს უკვე წამგებიანია. რა უცნაურია. ერთი ბერი, რომელიც ყველასგან მოძულებული, გიჟად ჩათვლილი და არა მარტო კომუნისტური საზოგადოების მიერ, რომელმაც ვერ გაიგო, რატო ქადაგებდა ქრისტეს შუა რუსთაველზე და მანამდე კიდე ლენინის სურათი რატო დაწვა, ეს ვერ გაიგეს. არამედ ეკლესიის წიაღში იერარქებიდანაც, ზოგჯერ მაღალი იერარქებიდანაც კი მოძულებული და გიჟად ჩათვლილი ადამიანი. შეიძლება დღესაც ზოგიერთ გულის კუნჭულში, ზოგიერთ იერარქს ესე გონია, რომ ლოთი და გიჟი იყო, შეიძლება. არ დაიჯეროთ ეს. მე ყოველ შემთხვევაში ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ესე არის. მაგრამ აღარ ჩემ გამოცდილებას აქვს მნიშვნელობა. და აღარც ამგვარი ადამიანების ცინიზმს და არც ლიბერალების ჩუმად ქირქლს უკვე ხმამაღლა ნაკლებად მომგებიანია. იმიტომ რომ უცნაური რაღაცა ხდება. 18 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანი, რომელსაც სიცოცხლეში თვლიდნენ, რომ რაღაც არ იყო კარგად, ეს ადამიანი არის დასვენებული და მთელი საქართველო მასთან მიდის. კი ქონდა ნაწინასწარმეტყველები, ნახევარი საქართველო ჩემთან მოვა. მე მგონი თავდაბლურად მოვიდა. რამდენად მოახერხებს ყველა, მაგრამ ყველა მივიდოდა ალბათ. აი, გამონაკლისების გარდა. მე გეკითხებით ლოგიკურად ეს როგორ უნდა ახსნა? რასთან აგვაქვს საქმე? რა ფენომენია ეს? მე მესმის, რომ ესეთი გულხურვალე ქრისტიანები მიდიოდნენ და მას როგორც მართლა გაცნობიერებულად წმინდას მეოხებას თხოვდნენ. ძალიან ბევრი არაეკლესიური ადამიანიც არის. რა ძალა აქვს ამ ადამიანს, რომ ამ ბევრ არაეკლესიურს და ხშირად ურწმუნო ადამიანს ამგვარად თუ რაღაც ძალიან არ არის მოწამლული ამ რაღაც ულტრა თანამედროვე გაუგებარი, ყოვლად გაუგებარი იდეებით, რომლის ქვაკუთხედი არის ის სიბინძურები, რასაც გვთავაზობენ, ყოვლად გაუგებარია, როგორ ხდება, რომ ეს ადამიანი ამდენ ხალხს იზიდავს. და გვახსენდება წეღანდელი ნათქვამის სიტყვები. შენ თუ ცხონდი შენს გარშემოს, ათასები ცხონდებიან. აქ ლაპარაკი მგონი მილიონებზე. რა მიზიდულობა აქვს ამას? აი ერთი ადამიანი. დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ, თქვათ, რომ აი როგორ დაუპირისპირდეთ იმ მოვლენებს, რომელიც ხდება საქართველოში, ხდებოდა, ხვალ მოხდება, ის უზნეობის აღვერ ახსნილი პროპაგანდა. რა გავაკეთოთ? ჯოჯოხეთის პირი როა ღია და ყოველგვარი უზნეობა რო ამოდის და თავაზობენ როგორც ნორმას. უზნეობა ყველა პირველი უზნეო მე ვარ, პირველი ცოდვილი მე ვარ. თუ არ კეკლუცობ ღვთის წინაშე ვამბობ. მაგრამ ახლა ლაპარაკი არა იმაზე, რომ ადამიანი არის დაცემული, არ არის კაცი, რომელიც ცხონდეს და არასწოდოს, აქ ლაპარაკია, როცა ცოდვა აღარ იწოდება ცოდვად და ხშირ შემთხვევაში იგი ადამიანურ ღირსებათაც კი იქცევ. ისე როგორც მაგალითად კომუნისტურ საზოგადოებაში დღესაც ალბათ
მამაკაცობის ერთ-ერთი ღირსება იყო, რაც ესე იგი ბევრ ადამიანთან გაირყვნებოდა. ანუ როცა გვთავაზობენ უზნეობის პროპაგანდას და თან უბედურება ის არის, რომ ეს არის არა რაღაცა ფრაგმენტული გამოვლინებები, არამედ ეს არის სახელმწიფოებში უკვე დაკანონებული რეალობა. სახელმწიფო თავის კანონმდებლობით ამყარებს იმ პოზიციას, რომ უზნეობა არის ნორმა. და ჩვენთან არის ხოლმე საუბარი იგივე ჩვენს ეკლესიაში ხშირად, რომ აი რა ვქნათ და ფიქრობთ, რომ ახლა რა კანონ, აი ამ უზნეო კანონებს რა კანონები დაუპირისპიროთ. რა გავაკეთოთ ახლა ისეთი, ანუ მათ ენაზე, მათი იარაღით მათვე როგორ ვებრძოლოთ. რა თქმა უნდა, ალბათ ესეც გასაკეთებელია, მე ამას არ უარყოფ, მაგრამ აგერ ერთი გარდაცვლილი ადამიანი, მისი წმინდა ნაწილები იმყოფება წმინდა სამების ტაძარში და მთელი საქართველო იქ მიდის. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენში რომ გამრავლდნენ ისეთი ქრისტიანები, ცოტათი მაინც მამა გაბრიელს რომ დაემსგავსებია. რაში მაგალითად ადამიანს სალოსი ვიყო? ბერი ვიყო? მღვდელი ვიყო? რატომაც არა, მღვდელიც ვარ აგერ და არ ვგავარ და ქრისტიანიც ვარ და ვერ ვგავარ. აი, რითი შეიძლებოდა მასთან დამსგავსება? ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რაც ამ ადამიანს ჰქონდა, ეს იყო ის, რომ ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სენი, რასაც ქვია პატივმოყვარეობა, რომელსაც სულ ვავლენთ ყველაფერში. აი ამ გველის წიწილს მან თავი გაუჭყერდა. გარდა ამისა უამრავი სხვა რამე, მაგალითად ის უკომპრომისო დამოკიდებულება ამასოფლის სულთან, იმიტომ რომ იქ სადაც ცოტათი მაინც ცდილობს ამასოფლის სული ჩემსა და ღმერთს შორის ჩადგეს, შესაძლებლობა არ უნდა მივცე არანაირი. რომ მომიხდეს მოძულება ყველასი, დედის, მამის, მეუღლის, შვილების, საკუთარი თავის, ყველას მოძულება რომ მომიხდეს. არ უნდა დაუშვა, იოტის ოდენადაც კი, თუ რაიმე ცდილობს ჩემსა და ღმერთს შორის ჩადგეს. აი ეგეთი იყო მამა გაბრიელი. ასე რომ ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის წინაშე ვართ. ჯერ ერთი იმით, რომ ვიცით ეს ყველაფერი, რომ ქრისტიანები ვართ. და მეორე, ჩვენ ცხოვრებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და ჩვენ რომ ვამბობთ, რომ აი ადამიანის განდევნას ვიხსენებთ და რატო ვიხსენებთ? იმიტომ რომ დავბრუნდეთ. და ამ დაბრუნების საშუალება ჩვენ გვაქვს, იმიტომ რომ გაიდოთ ჩვენს დაცემულ ბუნებასა და ღმერთს შორის ხიდი, კაცი იესო, რომელიც ღმერთმა პიროვნულად თავის თავში მიიღო. და ეს ხიდიც გვაქვს. და ეს ხიდი ხიდი კი არა, რომ ხიდი ცალკე მეცალკე, ეს ხიდიც ჩემშია. და ამ ხიდმა მარადისობაში გადასასვლელი ჩემს გულში გაიყვანა. და მე შორს წასვლა კი არ მჭირდება, არამედ ჩემს გულში უნდა ჩავიხედო. და წარმოედგინეთ, როგორ გაიოლებული მაქვს საქმე. რა გამჩება? უბრალოდ ამ ხიდზე ვიარო, მე ვარ გზა, უფალი ამბობს. და მას მივბაძო. დრო იმისა, რომ მოვეშვა, დრო იმისა, რომ არ ვიბრძოლო, დრო იმისა, რომ საქმე არ ვაკეთო, აი ეს საქმე, ამის დრო არ ამბობს. აი დღეს აღმოგვიკითხა დიაკონმა რომელთა მიმართ ეპისტოლედან, მე-13 თავიდან. და ესე უწყოდეთ ჟამი, ანუ იცოდეთ ჟამი. რამე თუ აწვიარს ჟამი, ანუ ეხლავია ეს ჟამი. განღვიძებათ ჩვენ და ძილისაგან. პავლე მოციქული ამას 2000 წლის წინა ამბობს. მაგრამ 2000 წლის წინას და ეხლაც არსობრივად ერთ და იგივე დროა. ქრისტე უკვე მოვიდა, დამთავრდა, ბოლო ჟამია. ვერავინ ვერ გაიმართლებს თავს ღმერთის წინაშე რომ წარსდგება, რომ აიცი მე არ ვიცოდი, ან სხვა დრო იყო, ან ვერავინ ვეღარ გაიმართლებს. იმიტომ რომ უკვე დადგა ჟამი განღვიძებათ ჩვენ და ძილისაგან. ამას არ ამბობს უბრალოდ ადამიანი ისე ვიღაც, ამას პავლე ამბობს. პავლე, რომელიც იყო ცეცხლი, როგორც იონე ქროპირი ამბობს, დანთებული მიწაზეა, რომლის ალიზეცაც წდებოდა. ამას პავლე ამბობს, რომელიც ისეთი ძვირფასი ჭურჭელია,
ღმერთის წინაშე, რომ როგორც აბრაამს რო აღთქმა დაუდო, კაცს ღმერთმა აბრაამს აღთქმა დაუდო, ასევე პავლეზე ამბობს, ჩემი რჩეული ჭური მიპოვნიეს. და ამბობს ადამიანზე, რომელიც ქრისტიანებს დევნის და ეცხადება და ნახეთ, საულ, რა ისათვის მდევნი? აი, ძლიერს რო სუსტი ეუბნება, რატომ მდევნი? რა საოცრება ქრისტეს სიტყვები, რა სიმდაბლეა აი ამ სიტყვებში, საულ, რა ისათვის მდევნი? აი ეს ადამიანი ამბობს, რომ ეხლა არის ჟამი გაღვიძების. რატომ არის ჟამი გაღვიძების? და აგრძელებს. ღამე იგი განგვეშორა. რატო არის ჟამი გაღვიძების? რამე თუ ღამე იგი განგვეშორა და დღე იგი შემოგვიახო. დღე როცა გათენდება, უნდა გაიღვიძო. და თუ ვერ ხედავ, ჩვენ ხო ვიცით, რომ მრავალი ადამიანი ვერ ხედავს, რომ გათენდა. მრავალი ადამიანი მათ შორის ეკლესიაში, მათ შორის ჩვენ შორის ვერ ხედავს, რომ გათენდა. უკვე 2000 წელია გათენებული. ხშირად გითხოვს, ხო, როგორ შეიძლება ჯერ გაიგო რომ ღმერთი არის და იცხოვრო ისე რომ თითქოს არ არის. მერე გაიგო რომ ის ადამიანად მოვიდა და შენთვის მოკვდა. და კვლავ გააგრძელო ცხოვრება ისე რომ თითქოს არ არის. რამდენი ადამიანი ვიცით ჩვენ რომ იცის რომ ღმერთი არის, იცის რომ ადამიანად მოვიდა. იესო ქრისტე აი ესე იცის ჯერა. და ცხოვრობს ისე როგორც ისე ცხოვრობს როგორც სხვა ადამიანი, თუნდაც ათეისტი, ზნეობრივი. ზნეობრივად თქვა დაუშვა. რომელმაც ასე არ იცის და განსხვავებას არ უნდა იყოს და ჩვენ რომლებიც მაზიარებელნიც ვართ. ჩვენ ძალიან განსხვავდებით უღმრთოებისაგან ცხოვრების წესი. შინაგან ცხოვრებას გულისხმობ და არა გარეგანს. გარეგანს კი, აბა. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ ვიცით რომ გარეგანითაც არ განსხვავდებით. მაგრამ უკვე გათენდა. არ შეგვიძლია ვთქვათ რომ არ გათენდა. ვერ გავიმართლებთ თავს. ჩვენ უნდა 64-ში დავბრუნდეთ, უფრო სწორედ. ჩვენ იქ უნდა აღვიდეთ, სადაც მიდიოდა ადამი და ვერ ავიდა. ანუ არა 64-ში, სადაც შესაძლებელი იყო დაცემა. არამედ იქ, სადაც შეუძლებელია დაცემა. რატომ? იმიტომ რომ ადამი იყო როგორც ქმნილება სრულყოფილი, მაგრამ არ იყო ჯერ სრულყოფილი როგორც ადამიანი, არ ღვთის მსგავსი, არ იყო განღმრთობილი. ის დადგა განღმრთობის გზაზე. მასში იყო შესაძლებლობა დაცემისა. 64 შეიცავდა შესაძლებლობას დაცემისა. ხოლო ჩვენ თუ აქედან გადავინაცვლებთ ისე, როგორც სათნოა ღვთისათვის, ჩვენ გადავინაცვლებთ იქ, სადაც შეუძლებელი იქნება დაცემა. ანუ სასუფეველში, რომლის დასაწყისი არის თითოეული ჩვენთაგანის გულში, იმ წინდის სახი, რომელიც მოგვეცა ნათლობისა და მირონცხების ჟამს. და რადგან ღამე იგი განგვეშორა და დღე შემოგვიახლა, განვიშორენით უკვე საქმენი ბნელისანი. აი ეს ბნელი საქმეები, რომელიც ჭირდა ზაქეს, რომელიც ჭირდა ფარისეველს, რომელიც ჭირდა ფარისეველთან იქ ახლოს მლოცველ მეზვერეს მანამდე სანამ შეინანებდა, რომელიც ჭირდა უმცროს შვილს მეძავებში რო განაბნია დარაწმინდებაში მამის მადლი და ქონება და რაც თავარია, რომელიც ჭირდა უფროს შვილს ფარისეველის მსგავსად, რომელსაც თავი კარგი ეგონა და ყველაზე დიდი საშიშროება სწორედ აქ გვემუქრება ჩვენ. თავი ჩვენ გვგონია რომ ვართ რაიმე, ვისაც გონიაო რომ არ აქვს რაიმე ან არის რაიმე. რა არის ადამიანი? არაფერი. ჩვენ ამაზე წინაზე ვისაუბრეთ. ზნეობრივად არარაობა, იმიტომ რომ ჩვენ შევედაროთ ქრისტეს და ხორციელად და ბუნებისმიერად არაფერი, ასევე არაფერსაგან ხარ შექმნილი. და ეს არარაობა და არაფერი ერთდროულად არის ამავე დროს ძალიან დიადი, იმიტომ რომ უნდა გახდეს ღმერთი და უკვე ხატი უკვე არის. საოცარი ღირსება აქვს ადამიანს, საოცარი ღირებულება აქვს ადამიანს. და ეს ანტინომია ჩვენში
რომ თან არაფერი არ ახარ და არარაობა ხარ და თან კიდე ყველაფერი და ძალიან დიდი ხარ, ეს ერთდროულად არსებობს. და ქრისტიანული ცხოვრება გაძლევს საშუალებას ეს ორივე დაინახო. პირველის გამო იტირო, ხოლო მეორის გამო მუხლ მოუდრეკლად იღვაწო, რომ ეს მეორე გაცოცხლდეს და პირველი რომ მოკვდეს და მეორე გაცოცხლდეს. და ის საქმენი ბნელისანი სწორედ ის პირველის სიკვდილია და მეორის გაცოცხლებაზე რო არ ზრუნავს ადამიანი ისიც ეგ არის ზუსტად. და განვიშორენეთ უკვე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაი. ჩვენ შემოსილები ვართ. რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათლ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს. ჩვენ შემოსილნი ვართ. ოღონდ შემოსილობა რაოდენობრივი მაჩვენებელი ძალიან მცირეა ჩვენში. იმიტომ რომ ის არ ძალადობს ჩვენზე, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავდგუნოთ საკუთარი თავი. და აგრძელებს პავლე მოციქული, რაც ახლა გითხარით, შეიმოსეთ უფალი იესო ქრისტე და ხორცთა ზრახვასა ნუ ყოფთ გულის სათქმე. გულის თქმა, გულის სიტყვა, ეს ის უბედურება, რაც აზიანებს ადამიანს და ძალიან ხშირად რაც არ იციან ქრისტიანებმა. თანამედროვე ქრისტიანებმა არა მარტო ერისკაცებმა, არამედ მონოზვნებმაც. გულის თქმა და მათთან დაუღალავი ბრძოლა. ჩაუდრეკელი შრომა. არავითარ შემთხვევაში რომ არ შეიძლება რომ მოუდუნდე მას. ფათაშორის ეს ბრძოლა არც უინტერესოა, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ შემოქმედებით ენერგიას და შემოქმედებითობას მოითხოვს საერთოდ ადამიანისგან. და ამავე დროს შეუძლებელია გულის თქმებთან, გულის სიტყვასთან ბრძოლა. მე არ ვამ გულის თქმა აზრებს, ხშირად მithქვავს. შეუძლებელია მათთან ბრძოლა, თუ მადლი არ იქნა შენთან. თუ შენ ცნობიერებაში, შენს გულში არ არის მუდამ ქრისტესაკენ სწრაფვა. ამიტომ ეს ბრძოლა ხდება ქრისტესთან ერთად, ამიტომ ამ ხრივაც იგი არა მარტო საინტერესოა, არამედ ძალიან სასიხარულოა და ბედნიერების გამცდელია. თუმცა ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტად დრგუნავ იმ გველის წიწილებს, რომელიც ჩვენს გულშია, იმ სხვადასხვა გულის თქმების სახით, რომელიც იმ სამი ვნებიდან გამომდინარეობს, რომელიც დაემართა ჩვენს პირველ მშობლებს, ადამს და ევას. გახსოვთ საამურია ხედვად, ანუ გულის თქმაი, თვალთაი, ანუ მომხვეჭველობა, ვერცხლის მოყარეობა, ძალაუფლება და ასე შემდეგ. გემრიელი იქნება საჭმელად, ანუ გულის თქმაი, ხორცთაი, გემოთ მოყარეობა, სიძვის მოყარეობა, სახმართ მოყარეობა, სიამეთ მოყარეობა, სიამოვნება. და ღმერთებივით იქნებითო. ანუ სიამაყე ამას სოფლისა, სილაღე ამას სოფლის, როგორც იოანე მოციქული შემდგომში იტყვის. ანუ პატივმოყვარეობა. დიდების მოყვარეობა. აი ეს სამი ვნება, რომელიც ბარტყობს და უამრავ ცოდვებს წარმოშობს იმ რვა ძირითად ვნებას, რომელიც გემოთ მოყვარეობიდან იწყება და სიამაყით მთავრდება, როგორც წმინდა ასკეტი მამები, ესე იგი გვასწავლიან და მე მათთან ბრძოლის მეთოდებსაც გვაძლევენ. ეს ყველაფერი არათუ ჩვენშია, ხშირად მithქვავს. ეხლა ამ ბოლო დროს ზოგიერთმა აღსარებაში გამოასწორებ უკვე. აღარ მეუნებით, რომ ამ პარტავნებით შევცოდები. ამ პარტავნებით კი არ შეცოდე, უნდა თქვა მე ვარ ამ პარტავანი. ანუ ისინი ჩვენში არის კიდე არასწორად ნათქვამია. უნდა თქვა მე ვარ აი ეს რვა ცოდვა, რომელიც ამ სამი ძირითადი ვნებიდან გამომდინარეობს. იმიტომ რომ აი რაც ევასთან დაკავშირებით წერია და მე ადამს იგივე დაემართა თავისთავად ცხადია, თითოეულ ჩვენთაგანში, იმიტომ რომ მათ შვეს უკვე თავისნაირი. პირველივე შვილი შორიანიც იყო და აგრესიულიც იყო და ყველაფერი ქონდა და აგე ძმა მოკლა. ამიტომ ჩვენ ვართ ეს ვართ ჩვენ. მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვართ ღვთის ხატი, რომლის საშუალებითაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და შევიმოსეთ უკვე ქრისტეს ნათელი. მოგვეცა ნიჭები სული წმინდისა მირონცხებაში. ჩვენ ვართ ისიცა და ესეც. ეხლა ეს როცა ადამიანს ავიწყდება, აი დაავიწყდა ადამიანს ეხლა ეს რომ აი ის უბედურება სამი ვნებიდან რომ გამომდინარე, მე ის რვა ძირითადი და რვა კიდე უამრავია თავისი ათასნაირი განშტოებები. აი ეს ყველაფერი რომ
არის კი არა, რომ ხარ შენ. წარმოგიდგენიათ ეს რომ ადამიანს დაავიწყდეს. იმიტომ რომ ეშმაკი, როცა ადამიანი ინათლება, ეშმაკი ხო თავს არ ანებებს ის განიდევნება მისი არსებიდან მე წინა ქადაგებაში გითხარით გახსოვთ, ხო? ადამიანში იმდენად არის ცოდვა შენივთებული, რომ ცოდვა და ადამიანი განუყოფელია, ესე გამახსოვს ესე გითხარით. ეს განუყოფელია და ამიტომ იმდენად არის განუყოფელი, რომ არადა ცოდვა გვუყავს. რომ უფალი ამბობს, რომ ცოდვა კი არ უარყავიო, არამედ გეუბნება საკუთარი თავი უარყავიო. და მოკვდიო საერთოდ როგორც ძველი ადამიანი. რატო გეუბნება ამას საკუთარი თავი უარყავი? დაწერდა რომ უკეთო გინდეს შემოდგომა ჩემ და უარყავ შენში არსებული ცოდვა და გამომყევი. არ ამბობს ესე. უკეთო გინდა მე გამომყვე შემოდგომა ჩემ და შენი თავი უარყავი. ნუ ჯვარი აიღე და ეგრე გამომყევი. შენი თავი უარყავი. ცოდვა კი არ უარყავი, იმიტომ რომ უფალი ამით გეუბნება რომ ცოდვა და შენ ერთ და იგივე ხართ. და იმის გამო რომ ცოდვა და შენ ერთ და იგივე ხართ. ამის გამო შენ ხარ ჭურჭელი ეშმაკის. და გითხარით ეს ძალიან კარგად ჩანს ნათლობის სახურებაში. ყოველი ადამიანი სანამ მოინათლება, თუნდაც იყოს 40 დღის პატარა მოტიტინე ბავშვი, მას ღვდელი რომ ნათლავს, ჯერ კვეთებულის ლოცვას უკითხავს და ამბობს განიდევნე მისგან ყოველი არაწმინდა სული, რომელიც დაბუდებული და დამკვიდრებულია მაშინა. შუბლზე, ბაგეებზე, გულზე დასახავს ჯვარს. შებერავს და დასახავს ჯვარს, რომ ყოველი არაწმინდა სული განიდევნოს პატარა ანგელოზისაგან. მერე კვეთებულს უკითხავს. და თუ დიდია და თუ პატარა და ნათლია მის მაგივრად, კიდე აღთქმას ადებინებს, რომ განეშორება ყოველგვარ ბოროტებას და ბოროტს და ეშმაკს და მის საქმეებს. სამღვდელო ძალაუფლებით ეკლესიაში არსებული მადლით განიდევნება, მაგრამ შორს არ მიდის, ესეც გითხარით. და თუ არ ვწდები, რომელიც წმინდა მამის სიტყვები მოგიტანეთ, ახლა აღარ მახსოვს, რომელიც ამბობს, ეს მამა ამბობს, რომ ხო განიდევნა ნათლობისას, მაგრამ თუ ადამიანი არ ცხოვრობს, ამ ბავშვი არ აღზარდა და ადამიანი არ ცხოვრობს ისე როგორც უნდა იცხოვროს ქრისტიანმა, აი მერე რა ხდება? და რაც სახარებაში ხდება, განიდევნება წავიდა, წოთა ხანში მოტრიალდებოდი ჩემი სახლი, ეშმაკი ამბობს, როგორ დაულაგებიათ და შვიდ თავიზე უბოროტეს მოიყვანს. ანუ უარესი გახდები, ვიდრე მანამდე იყავი. ხო ვიცით, ამაზე ხო ვისაუბრეთ. ეხლა ეს რატო გითხარით? აი ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით თეორიულად. ადამიანი, რომელიც ეკლესიურად ცხოვრობს, გნებავთ მონოზონი, ბერი, სასულიერო პირი, მღვდელი, ცხოვრობს, ქრისტიანულად ცხოვრობს, აბა როგორ? და მან არ იცის საქმით, თორე სიტყვით და თეორიულად 8 ნებისმიერ სემინარის და აკადემიის დამთავრებულმა იცის, რომ 8 ძირითადი ვნება არსებობს, ჩამოგითვლიან. საქმით და ცხოვრების წესით, როცა არ იცი ეს და არ ებრძვი მას და არ იცი როგორ ებრძოლო და არ აქვს ამის გამოცდილება. მე კითხვა მიჩნდება. მერე რა რომ მონათლული ხარ და მერე რა რომ შეიძლება მღვდელიც იყო და ბერიც იყო და მერე რა რომ აღსარებელი მაზიარებელი ერისკაცი ხარ. თუ იმას არ ებრძვი, ანუ თუ შენში არსებულ იმ გველის წიწილებს თავს არ უჭეჭყავ, რომელიც ერთგვარი პლასტარმი ხდება დემონებისათვის, საწავლენ დემონები. ეზიარე, იუდას ეზიარა და მე იუდა რო ეზიარა, ეგრევე ისკუპა და გულში შევიდა ეშმაკი, გახსოვთ? როგორც კი მიიღო სიწმინდე, გულში შევიდა ეშმაკი. მე რა რომ ეს მადლი შენთვის გარეგანი ფენომენად დარჩება. შიგნით არ შემოვა. ეგრე სიმონ მოგვიც მოინათლა და მე რა შეიცვალა სიმონ მოგვი, ეგრე როგორც კი მოინათლა, ეხლა აბა ისა ხელდასხმაც არ რაც მირონცხების ტოლფასია, ფულს მოგცემთო და მომეცით. ნახეთ, მონათლული ადამიანი ხო თითქოს განიდევნა მისგან ხო შევიდა. ანუ გესმით, თუ შენ არ გახდი თანამუშაკი, თანამოღვაწე ქრისტესი, შენი ცხონების საქმეში, თუ სინერგია არ დაიწყო, თუ შენი ნება მის ნებას არ შეერწყა და თუ შენი ნება ღმერთის ნებისაგან დამოუკიდებლად არსებობს, როგორც აქტიური ძალა და ის ღვთისნებას არ დაემორჩილა ბოლომდე, ის აუცილებლად მას უნდა თუ არ უნდა პატიჟებს იმ დაცემულ სულებს. მოდით კაცო, მოდით ჩემთან. აი ესე იქცევა ჩვენი დაცემული ნება. ამიტომ ადამიანი, რომელსაც
ეს გაცნობიერებული არ აქვს, მისი ქრისტიანობა უბრალოდ სასაცილოა და დასაცინიც არის დემონებისაგან. აი მამა გაბრიელის მაგალითი კიდე იმიტომ მოვიყვანე რომ აი ნახეთ წესით მას არც არავინ არ უნდა იცნობდეს, უნდა ეხლა ერთი ვიღაცა ბერი იყო რომელიც რაღაც უცნაურად და ესე იგი ძალიან დიდი ნაწილს ეკლესიაშიც რო არ ჯეროდა მისი და მემთრალეს ეძახდა და დამოკიდე ნახეთ როგორი ნაყოფია, ხე ნაყოფით იცნობა. აჰა. სხვა საკითხია ჩვენ ახლა აი ამ ხალხს რომელიც ღმერთი გვაჩვენებს რა პოტენცია ჩვენს ერში, ამ პოტენციას ცოცხალი მღვდლები რას მივაწვდით? ვასწავლით თუ არ ვასწავლით? ერთია მოვიდა, მოდის, სიწმინდე იზიდავს, მადლი იზიდავს. მოვიდა ეხლა უნდა ასწავლო, რომ ამ მადლს როგორ გაუფრთხილდეს, გააცნობიეროს, შესაბამისად იღვაწოს, შესაბამისად იშრომოს. გააცნობიეროს, რომ ისაც მას იზიდავს, სინამდვილეში ღმერთია და ეუნება ეს შენი მიწიერი პრობლემები, რომლის გამო შეიძლება მოხვედი, მე ასე ხარისხოვანია. უფალთანაც ხომ მინდიან რაღაც მიწიერი პრობლემები. თავარი სხვა არამეა, შენ მარადიული არსება ხარ და შენი ცხოვრების საზრისი უნდა იყოს იესო ქრისტე. მართალია ჯვარცმული ზოგს ეს არ მოსწონს, იმიტომ რომ მას ერთგულება ჭირდება, მაგრამ ამავე დროს იგი ღმერთი. ხო და ეს თუ ჩვენ არ ვიცით და არ ცხოვრობთ, მაშინ ჩვენცით რა დაგვემართება? დაგვეძინება. აი, როგორ ამბობს პავლე მოციქული, ჟამია არს განღვიძება ჩვენ და ძილისაგან. არ გაგვეღვიძება და დაგვეძინება, იმიტომ რომ ესე იგი ამ წუთის სოფელში მორწმუნეცა ვარ, აღსარებელი და მაზიარებელიცა ვარ, შვიდათა ვარ, რელიგიური გზნობები გაკმაყოფილებული მაქვს, სინდისის მეტნაკლებად დამშვიდებული მაქვს, იმიტომ რომ რაღაცებს ცუც რაღაცებს ვაკეთებდი და აღარ ვაკეთებ, სიგარეტსაც კი აღარ ვეწევი, წარმოგიდგენიათ ადამიანი ეტყვის, აღარ ვიგინები, ანუ ყველაფერი კარგად მაქვს და დაგეძინება. რა სიგარეტი, რა რაღაცას არ აკეთებდი, სავს შენ და ცოდვა ერთ და იგივე ხართ. და აი ესე დროს ძალიან საშიში მდგომარეობა, როცა ადამიანი რელიგიურ, აი ერისკაცი იქნება თუ მონოზონი, რელიგიურად მოწესრიგებული რო არ და როგორ შეიძლება დაამშვიდეს ის თავის ცხონების საქმეში. პროტესტანტებს აქვთ ეს პრობლემა. რატო უკრავენ ტაძარში, რატო დგანან ტაძარში და რატო ძალიან ლამაზ ამერიკულ სტილის შენურად უკრავენ, მე მომწონს. რატო? რა ემღერებათ? საინტერესოა, რა თამღერიან ტაძარში და გიტარასაც უკრავენ და ცეკვავენ, რათა? იმიტომ რომ ცხონებულები არიან უკვე. რა სასაცილო. როგორ არ იცნობენ საკუთარ თავს და საკუთარ თავს არ იცნობ შე დალოცილო და პრეტენზია გაქვს რომ ღმერთი იცი და ძმას უწოდებ ჩემი ძმა, რა ძმა? ღორის ბარკალზე და ყავაზე გაზდილი ქრისტიანი გიტარის დაკვრი და ქრისტეს უწოდებ ძმას, რომელიც საშინელი სისასტიკით იდევნება და კვდება, როგორ რა მოგდის პირიდან ესეთი სისულელი. ხალხი ესეთია. აგერ მამა გაბრიელს ვერ იტანენ. კითხვა დამისვეს, რათ ვერ იტანენო მამა გაბრიელსო? მამა გაბრიელს ვერ იტანენ. ქრისტე რო ეხლა დაბადებულიყო, აბა ნახე სიძულვილი მას რას უზავდნენ. მამა გაბრიელი მონაგონია. მაშინ ხო ჯვარსაცვეს ქრისტე და ეხლა სათითაოდ შეჭამდნენ. დაგლიჯავდნენ საკუთარი კბილებით. ასეთია კაცობრიობა, ასეთია ადამიანი. ის პროტესტანტები ესე რომ ღერიან მამა გაბრიელს ვერ აიტანდნენ და მის მხილებას ვერ აიტანდნენ და ის მართლმადიდებლები რომელიც ამგვარი სული ცხოვრობენ, ცხონებულები რო გონიათ საკუთარი თავი. იმიტომ რომ თუ მე ცხონებული ვარ, რა ესე კარგად ღორის ბარკალზე და იმაზე ყავაზე და ნაყინზე და კომფორტულად. ეს როგორ ცხოვრობს შეხედე? რა უნდა და მთელი თავის ცხოვრება ლამის სასაფლაოებს და სანაგვეყუთებთან გაატარა მამა გაბრიელმა, რათა გეკითხები? არ თქვათ ეხლა მღვდლები იდევნებოდან, მღვდლების მეტი რა იყო მაშინ, კაცო? რათა მოხდა ესე? რათ იყო? და რა თქმა უნდა, ჩემთვის მხილება, როგორ ესე ცხონებისთვის ესეთი უნდა ვიყო? ესე უნდა მოვიძულო ეს წუთი სოფელი? ესე არ უნდა მიყვარდეს ეს სოფელი? კი, წარია, სადღაც წამიკითხავ სიყვარული ამ სოფლისა, მტრობა, ღვთისო, მაგრამ ესე? და რა თქმა უნდა.
რა თქმა უნდა შეიძლება მიძინებული იყო და არც მესიამონოს რომ ვიღაცამ გამაღვიძოს რათ უნდა გამაღვიძოს ხომ ხილებული აღმოჩნდები სახარება კი აი 2000 წლის წინ დაიწერა აი ჩათვლა შეგიძლია დამიწერო ისე კარგად გიპასუხე მკვდარია თანამედროვე ადამიანისათვის სახარება არის მკვდარი და ვაიჩვენ რომ ჩვენთვის არის მკვდარი მღვდლებისათვის და თუ ჩემთვის მკვდარია მე რა უნდა გასწავლო და ეს საშიში პრობლემაა ძალიან როცა შეიძლება დამშვიდდე და გვავიწყდება რომ ჩვენი მიზანი იგივე ქრისტიანული ცხოვრების მიზანი მოწესრიგებულ არსებად გადაქცევა კი არ არის თუ ეგ მიზანი იქნებოდა რომ უნდა გადაიქცე მოწესრიგებულ არსებად ან მაგალითად მუსულმანი ვით უნდა მცნებებში ყოვლის შემძლეს რომელსაც არ ტკივა უერთგულო და საჩუქრად გაძლევს სამოთხეს ანუ ფუფუნებას ქრისტიანობა გეუბნება არა ეგრე არ არის უნდა უერთგულო ჯვარცმულ ღმერთს და ფუფუნებას კი არ ელოდებოდნენ მასთან ყოფნა უნდა გინდოდეს ქშიოდეს და წყუროდეს ადამიანთა მოსული მოკლული ტანჯული სიმართლე უნდა ქშიოდეს და წყუროდეს სამოთხე და ფუფუნების სამოთხე კი არა დინარეები და კომფორტი არამედ უნდა განიღმრთო ღმერთი უნდა გახდე უფ რა კარგია ვიღაცა ეტყვის რა კაია ღმერთობა გზა ნახე როგორია გაჩვენა გზა აი გზა განხრთობის ეს არ გინდა ეს არის გზა განხრთობის თაბორისეულ ნათელში შესვლა ანუ ეს არის მოწესრიგებულ ადამიანად კი არ უნდა გადაიქცე არამედ ეს არის ცხოვრება როცა შენ ცხოვრობ მარადიული ცხოვრებით უკვე აქვე თაბორისეულ ნათელში სასუფეველში რომელიც ყველაფერი არის არა სადღაც ისტორიულად 2000 წლის წინ არამედ უფალმა პირდაპირ გითხრა გულში ჩემი სამე მე ვარ მეფე ქრისტე ამბობს მე ვარ მეფე ჩვენ მინათლებით ესე მწამს იგივით არცა მეფე და ღმერთი მეფეა ქრისტე ზეცაში გამეფებული კაცი იესო გამეფთა როგორც მეფე მის წინაშე მოდრკების ყოველი მუხლი ზეცაში თუ ქვესკნელში თუ მიწაზე იმ მეფის მოქალაქე ჩვენ ზეცის მოქალაქენი ვართ პავლე მოციქული ამბობს იმ ზეცის მოქალაქე თუ ხარ ის ზეცა ის მოქალაქეობა მარადიულია ჩემი სამეფო არ არის ამასოფლისაგანი უფალი ამბობს მარადიულია და ეს არის სასუფეველი ანუ იქ სასუფეველი სამეფოს ნიშნავს და ეს იწყება შენს გულში უფალი გეუბნება შენს გულშია სასუფეველი და რომელიც დასტურდება ჩვენს გულში თუა დასტურდება ამით რომ ჩვენს ურთიერთობაშიცა ვლინდება ის და თქვენ შორისაა სასუფეველი ანუ ჩვენი მიზანი აკოფნის არის მარადიული სიცოცხლე თაბორისეული ანუ მადლისმიერი ცხოვრება თაბორისეულ ნათელში ცხოვრება განხრთობა ანუ ჩვენი შინაგანი ცხოვრება ნიშნავს კიდე იმას რომ პირველი დაინახო ის საშინელი გველის წიწილები რომელიც ხარ შენ შიგულში რომ მყავს და არ შეეგუო პიროვნულად და სასტიკი ბრძოლა გამოუცხადო ისე რომ ერთი წამი თქვენ როგორ ახართ ხოლმე და მე ჩემ თავზე ვიტყვი ეზიარებით აი აქ და იმ წამსვე შეგიძლიათ მიულტრიალდეთ ადამიანს და თვალები ამოკორწნოთ აი აქვე ასევე მე ვარ ეგეთი იქ როგორ შეიძლება ღმერთი შემოვიდა და ეგეთი ხდები ისევ ისეთი ხარ ანუ ეს ნიშნავს ეზიარები სუ ისევ არ იცვლებ ქრისტეს არ გავხარ იმიტომ რომ ის გველის წიწილები არ ხენად გზნობენ თავს შიგნით შენ შიგნით შენ აქედან ეზიარები მადლი გადაგისვავს თავზე ხელს და წავა ხოლო შიგნით აი ემნებების გამო დემონური ენერგია შიგნით და ხარ ფარისეველი არც მეტი არც ნაკლები ამიტომ ჩვენ არ უნდა დაგვეძინოს და ყველაფერი უნდა გვაფხიზლებდეს ყველაფერი დილას ადგები უნდა გამოფხიზლდე გაიხსენო ვინ ხარ და რა გასაკეთებელი და გახსოვდეს რომ მთელი წარსული არ ვარგოდა მე ვარ 53 წლის და რაღაც თვეების მთელი წარსული არ ვარგოდა დღეს დილას რომ ავდექი ეგება რამე გამოსულიყო არაფერი გამომივიდა ეხლა აქ ვცდილობ ნახოთ რა გამოვა აი ამგვარად ყოველ დღე თავიდან უნდა დაიწყო მანამდე არ ვარგოდა სახარებას კითხულობ უნდა შეგეშინდეს პირველ რიგში რა თქმა უნდა მე უნდა გაგიხარდეს მაგრამ დასაწყისი სიბრძნეცა შიშია ოხთვის საწმინდა წერილი გვასწავლის ჯერ შეგეშინდეს რომ შენი არც ერთი ქმედება არც ერთი სიტყვა
პირიდან ამოსული თუ გულისა არ შეესაბამება სახარებას შეგეშინდეს ჯერ და მე გაგიხარდება სიხარული ღმერთისგან მოდის აქ მოდიხარ და კრძალვით უნდა იდგე აბა რა ხდება ტაძრებში ნახეთ რა ხდება ტაძრებში რა ხდება საკურთხევლებში როდესაც ვერ გაგიგია სადახარ ეკლესიაში თუ ბაზარ რატო როგორ შეიძლება საიდუმლო სერობაზე ხარ ღვდელო ერის კაცი ხარ საიდუმლო სერობაზე ესწრები იგივე რა ხდება რა გახმაურებს რატო ლაპარაკობ გულის სიტყვებით რომ სხვაგან სხვაგან ახარ ეს ერთი იმდენად გათავხედებული ხარო პირითაც ლაპარაკობ და რათა ესე იგი წარმოდგენა არა გაქვს არ გეშინია ანუ გძინავს ამიტომ უნდა ვეცადოთ რომ ლოცვა იქნება ეს სახლისა თუ წირვაზე დგომა იქნება თუ სახარების კითხვა იქნება თუ ქადაგება იქნება მღვდლისაგან ეს ყველაფერი იყოს იცით როგორი აი დენი რო გაგიulis უნდა გამოფხიზლდე და არ დაგეძინოს ჩვენ მამაო მე რა თმინდა მე სიხარული მინდა ბედნიერ ხო და სიხარული და ბედნიერება ჩვენ გვინდა როგორი ეხლა ადამიანს რო შეადა უკაცრავად ხინკალსო გაიხსენებს მაშინაც უხარია ჩვენ ეგეთი სიხარული ხო არ გვინდა რომ ხინკალი გვიხაროდეს უკაცრავად ამ სიტყვაზე ჩვენ გვინდა სიხარული ღმერთისაგან სიხარული თუ გინდა ღმერთი ხო უნდა შემოვიდეს და თუ გინდა რომ შემოვიდეს შენ ხო უნდა გამდევნო ის გველის წიწილები და განიწმინდო გული ნეტარი ყვენ წმინდანი გულით არამედ თუ მათ ღმერთი იხილო და შენ ხო ნაბიჯი უნდა გადადგა ანუ შენ ხო საკეთებელი უნდა აკეთო მეც სიხარულისთვისა ვარ აბა ტანჯვისათვის კი არა ვარ აქ მოსული სიხარული მინდა ბედნიერება მინდა მარადული სიცოცხლე მინდა და ხანდახან ღმერთი გვაძლევს ხო ამ სიხარულს მაგრამ ეს სიხარული უნდა იყოს ჯანსაღი და არა რაღაც ემოციებზე აგებული თავს რო იტყვილებ რომ აუ რა კარგია და უკვე ცხონდი და ცეკვა არა ნამდვილი და ნამდვილი იქნება მაშინ როცა შენი აქტიური ნებელობით სინანულისაკენ მიისწრაფი იმგაბლებ თავს რომ მე ღმერთმა აღამაღლოს ანუ შენ იმგაბლებ ამაღლება ღმერთს დაუტოვე შენ აიმაღლებ შენ მოინდომებ შენი ენერგიით სიხარულში შესვლას შენი ენერგიით მოინდომე თავი დაიმდაბლო დაინახო ვინ ხარ და ებრძოლე ქრისტეს სახელით რომ გონების თვალი გქონდეს ქრისტესკენ და სიხარული ღმერთისგან მოვა აბა არ მოვა როგორ არ მოვა ხო გითხრა ნეტარიყვან გლოვარენიო ნუ გეშინის სემული იქნებიანო მოვა რადგან ქრისტემ თქვა ეს აუცილებლად მოხდება დასასრულად მე მინდა პავლე მოციქულის მეორე კორინთელთა ეპისტოლედან ძალიან დიდებული სიტყვები წავიკითხო რომ მეოთხე თავია ეს რომელიც ჩვენ გვაძლევს კიდევ ერთხელ სტიმულს რომ აი ესე უნდა ვიცხოვროთ რამე თუ ღმერთმან და ვიცხოვროთ იმიტომ რომ როგორც გამოვიდევნეთ ადამიანთან ერთად აი ესე უნდა შევიდეთ ქრისტესთან ერთად და რომ შევიდეთ ქრისტესთან ერთად უნდა ვიცხოვროთ ისე როგორც თავად ქრისტე ცხოვრობდა როგორც იონე მოციქული გვასწავლის თავის პირველ ეპისტოლეში რამე თუ ღმერთმან რომელმან თქვა ბნელისაგან ნათელი გამოფწყინებად მინიშნება ღმერთზე იყავ ნათელი როცა სამყაროს ქმნის ძლევა შემოსილი ძლევა მოსილი ყოვლადწლიერი არსება ღმერთი იყავ ნათელი და აწესრიგებს ჯერ ქმნის ნივთიერებას და მერე აწესრიგებს სინათლით იყავ ნათელი აი იმ ღმერთმა რამე თუ ღმერთმა რომელმან თქვა ბნელისაგან ნათელი გამოფწყინებად აი მანვე რომელმან გამოაფწყინვა გულთაშინა ჩვენთან ანუ ჩვენ მან გაგვინათლა ჩვენ გული ზუსტად განსანათლებლად მეცნიერებისა დიდებისა ღვთისა მოგცა ის ნათელი ანუ განათლება რომლითაც გვაქვს ცოდნა მეცნიერება ღვთის დიდებისა წინაშე პირსა იესო ქრისტეს ხოლო ეს საოცრება ხო ანუ გვაქვს ცოდნა მოგცა ღმერთისა რა არის მარადიული სიცოცხლე იცოდე ჭეშმარიტი ღმერთი და რომელიც მან მოავლინა ანუ ცოდნა ღმერთისა ცოდნა რას ნიშნავს ცოდნა თეორიული არა გულთაშინა ეს ნათელი გულში შემოდის ანუ ჩვენი ერთობა ცოდნა ერთობას ნიშნავს ღმერთთან აი ეს ყველაფერი ეს საოცარი საფასე ანუ განძი ხოლო გვაქვს ჩვენ ეს საფასე სადა გვაქვს კეცის ჭურებით ანუ თიხაში სხეული თიხა მიწა არის აი ამ კეცი თიხა არის ანუ ეს საოცარი განძი სადა გვაქვს აქა გვაქვს ამიტომ ნუ ეძებთ სადღაც
გასასვლელი მარადისობაში გულიდან არის, კიდევ ერთხელ გვეუბნება პავლე მოციქული. კეცის ჭურებით. ეხლა რატო გვაქვს კეცის ჭურები? რატო არის ადამიანი? ადამიანი კია ლამაზი, მაგრამ ყოლაქმნილება შორის, მაგრამ რო დააკვირდე, ხო რა არის ადამიანი? ძვლები, ხორცი, სიზარღვები, აღარ ჩავთვლი, აღარ მოყვები, შიგრა გვაქვს, ყველაფერს აღარ ვიტყვი. და ადამიანი რაც არის, მისი სხეული, თავი რომ მოგწონს, რო გარდაიცვლება, რამდენიმე დღეში ძალიან კარგად ჩანს, რასაც წარმოადგენს. ყველა ჩვენთაგანი გავივლის ამ გზას. აი ეს რატომ არის ესე, რომ ეს საოცარი დიდებულება, ანუ ღმერთი, თავად ღმერთი კვიდრობს აი ამ რაღაც თითქოს ჭურჭელში, კეცის ჭურჭელში. რაითა გარდარეული იგი ძლიერებისაი, ან ეს გარდარეული ძლიერებისა, საოცრება, სიდიადე ძალიან, ესე იგი გონება მიუწვდომელი, იყოს ღმრთისაი და არა ჩვენგან. რომ არ გვეგონოს, რომ ადამიანს მაინც გონია, მე ვარ რაცა ვარო, მაგრამ არ გეგონოს, რომ შენ არა ხარ, რაც არის, ყველაფერი ღმერთისგან არის, რა გაქვს, რაც არ მიგიღია პავლე მოციქული გეტყვის მერე. და გრძელდება. მაგრამ ეხლა როგორ? კი გასაგებია, მივხვდი ამას. ეხლა თეორიულად კი გავიგე, მაგრამ პრაქტიკულად როგორ მოვიხვეჭო ეს? პავლე მოციქული აგზელებს. მარადის სიკვდილი იგი უფლისა იესუისი ხორცთა შინა ჩვენთა გვიტვირთავს. სიკვდილი იესუისი ხორცთა შინა ჩვენთა გვიტვირთავს. ანუ ის ცხოვრების საოცარი წესი, რომელმაც უფალმა შემოგთავაზა, შეურიგებლობა, აბსოლუტური შეურიგებლობა ბოროტებასთან, უზნეობასთან, უკომპრომისობა. აი მამა გაბრიელი რატომ არის მაგალითი, უკომპრომისობა ბოროტებასთან. გამორიცხულია რომ შეეგუოს. მარადის სიკვდილი გუფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ხორცთა შინა ჩვენთა გვიტვირთავს, რაითა ცხოვრებაიცა, ანუ სიცოცხლეც იგი იესუისი ხორცთა მაშინა ჩვენთა გამოცხადდეს. რას ნიშნავს გამოცხადდეს? ცხოვრება მისი მარადიული სიცოცხლე. ჩვენ ვეზიარებით როგორც ქრისტიანობა გვასწავლის ყდრეთით აღმდგარ მაცხოვრის ხორცსა და სისხლს. როგორ შეიძლება ამდენი ხანი წლების განმავლობაში ეზიარებოდე მარადიულ სიცოცხლეს და ისევ ესეთები ვიყოთ. მე გულისხმობ კი, მოკვდავობას არ გულისხმობ. ზნეობრივად, სულიერად არ ვითარდებოდეთ. როგორ ხდება ესე? როგორ ხდება, რომ ისევ ვერ ვლოცულობთ, ისევ ვერევი და ვნებებს და ვერ ვხედავთ მათ? როგორ ხდება, რომ ჩვენ დამოკიდებულებაში, ურთიერთობაში ისევ ისეთები ვართ, უსიყვარულონი, ფიცხნი, ზვაობარნი, ახსავსენის უამრავი არაწმინდებით, როგორ ხდება ეგოისტები, შურიანები, ანგარებიანები, პატიმოყვარენი, როგორ ხდება ეს, რომ ვეზიარებით და ჩვენში ეს ქრისტეს სიცოცხლე არ მკვიდრობს, იმიტომ რომ წინაპირობა არ არის შესრულებული. ჯერ ესე იგი უნდა იტვირთო უფლისა იესუის სიკვდილი შენში, ანუ მისი ცხოვრება და მერე გამოცხადდება შენში მისი სიცოცხლე, ანუ მარადიული ცხოვრება. რამე თუ მარადის ჩვენ ცხოველნი ესე, თითქოს ცოცხალნი, ხო ბიოლოგიურად, სიკვდილსა მივეცემით იესუისთვის. რათა ცხოვრებაიცა იგი იესუისი მოკვდავთ ამაჩინა ხორცთა ჩვენთა გამოცხადდეს. აი სრული თავგანწირვა მარადის ჩვენ ცხოველნი ესე სიკვდილსა მივეცემით ქრისტესათვის. ანუ რას ნიშნავს? ვკლავთ ჩვენ თავს, ანუ იმას რაც საერთოა ცოდვასთან. ვკლავთ ჩვენ პატიმოყვარეობას, ჩვენს ანგარებას, ჩვენს შურს, ჩვენს ეგოიზმს, ჩვენს სურვილს სახმართ და სიამეთ მოყვარეობისა, სიძვის მოყვარეობისა, საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენას, მრისხანებას, ყველაფერს ამას ვკლავთ. ქრისტესათვის, არა ისე, ქრისტესათვის. რატომ? იმიტომ რომ ერთხელაც ავდექი და მივხვდით. და იმედია რომ დღეს თუ არა ხვალე მივხვდებით. მივხვდით რომ ერთადერთი რის გამოც ღირს უბრალოდ სუნთქვა. ტანჯვაც. და კი ბატონო სიხარულიც. ასატანია ესეც. ყველაფერი ღირს ერთი რამის გამო. რომ ღმერთი მოვიდა ჩვენთან. და მან მიწოდა მეგობარი ძმა. თანამემკვიდრე. და თქვა, სადაც მე ვარ, მინდა რომ შენც იქ იყო. ანუ ჩემი დაბრუნების გარანტი თავად ღმერთი ადამიანად მოსული. მან თქვა ვიმეორებ, სადაც მე ვარ, მინდა რომ შენც იქ იყო. თუ ჩემი დაბრუნების გარანტი ღმერთია, რა გახდა ჩემი საცოდავი ნება? ჩემი ხელით დავასამარებ და გავსრეს მას, რომ მან ხელი არ შემიშალოს იმაში, რომ ღმერთთან ვიყო. აი ეს არის გზა დაბრუნებისა.
იქ საიდანაც უпростоრეთ არა იქ საიდანაც ჩამოვარდით ადამიანთან არამედ აღმატებულ მდგომარეობაში სადაც თავად უფალი არის კაცი იესო და ამავე დროს ღმერთი ჩემი შემოქმედი ამინ მადლიუფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ